როიალ თაფლისგან მზიკოს და გიოს. მოკლედ მე დავსვავ კითხვებზე, ვინც ვერ გამოიცნობს, დალევს სამეფო თაფლის ერთ ჭიქა არ აქვს. პირველი კითხვა დასწრებაზეა. რამდენი აქვს მზიკოს პენსია? 350. 300 ლარი მე მეუბნები ხომ. 350. ნახე. საათი გახი 50 ლარი ხომ. ტეხამ. დალი. არა, 300-ია. 300 ლარია ხო? გაგვიმარჯოს. კარგია, ჩემო დედიჯან. ძილებს კარგი. ხასიათი მოგიყვანს. დავუსხოთ კიდევ ერთი ჭიქა მზიკოს. მზიკობა შეგვიფასე როგორია სამეფო თაფლის არაყი. გადასარე, მართლა ძალიან კარგია. მოგიყვანს ხასიათზე. 1-2 შეგიძლია 100 ლარი გვაჩუქო. მეორე კითხვა, ისევ დასწრებაზეა. რომელ რიცხვში ერიცხება მზიკოს პენსია? პირველში. აი, მე არ ვაცდის, კაცო. პირველში ერიცხება ხოლმე და ორში გამოვხოლმე, რადგან პირველში რატო იცი სამან ჩემი პენსიის ამბები კაცო? ვინ აქ კითხავს? მაგიტო მეორე რიცხვში რო კითხულობს. იმიტომ არა, სადა ხარ? მოდი ხარ? არა, ზოგადად ყოველ თვის დასაწყისში კითხულობ ხოლმე. ეს ცოტა ასხია ამაში, აი მას დავლევ მაშინ. თუ დალევა იყოს. მზიკო დაგვითხრება. მზიკო დათვრა. აუ ეს რა არის? საიდან მოიტანეთ ეს? ბომბა. აი გარი. მეტამეთნეოდეს. რისი ხმარი? აი ზეგეთ. ეხლა გააჩეროს, თორე ორი დალეული მაქვს და თუ ავედი, გადმოვაგდები მესამე სართულიდან. მესამე და ბოლო კითხვა დასწრებაზეა. რომელ დღეს დაიბადა მზიკო? 1 მაისი. დღე. ხუჩაბად. მაინც მომასწრო. მზიკო რა გია. ასე ჩქარა როგორ ლაპარაკობ, ნუ მე ენა მეშლება უკვე. მიდი ერთის დალეედან. აი მე აღარა რა. მიდი მზიკო, მიდი. მოდი ამ ჭიქით შემოდე და ჩვენ გამომწერებს გავუმარჯოს. გამომარჯოთ. კარგად იყავით, მაგრად იყავით და ბევრი წარმატებები თქვენ. თქვენ ვერ ყოფილიყავით, ჩვენ ესე ვერ ვიქნებოდით. ამიტომ მადლობელი ვარ თქვენ. გამომარჯოს. აი ესე. აი. დედაშვილი დავადრე. თუ დამავიწყდა ბანკში რო ვალი მაქვს. შერო 200 ლარი გასწრებია. არავის აბე აგიცაცხებიეთ გაჩვენით. მიერები მეშლით. შემდგარაში როგორ დალიეთო? მშვიდობოთ მოდი ხარ. აბა, სულ კარგად ძანდებოდეთ. აბა, ხე ეს ამას თუ იყიდე ჩათვალე